ბრალდებების მთელი კასკადი და კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ. რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო ბრალდების გამომძიებლებმა პეტიციურ დაწესებულებაში პოლიტიკოს ახალი ბრალდების შესახებ დადგენილება გააცნეს, თუმცა როგორც ირკვევა ალეკო ელისაშვილი ამ ბრალს არ ეთარხმება. დღეს სოფილი გახდა იმ პირის ვინაობაც, რომელმაც საგამოძიებო უწყებას ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ მიმართა. სწორედ პროკურორმა ანი ხუჯაშვილმა მოითხოვა პოლიტიკოსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყება, როგორც დგინდება ანი ხუჯაშვილი, რომელიც არის ალეკო ელისაშვილის კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმის პროკურორი, შოთა ჭოპაშვილი, რომელიც სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით იყო დაკითხვაზე მიყვანილი. ალეკო ელისაშვილმა რეპლიკით ისარგებლა, სწორედ ეს რეპლიკა ჩათვალა სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენლებმა სასამართლოს შეურაცხყოფას, რის შემდეგაც საგამოძიებო უწყებას მიმართა. პოლიციელი, რომელმაც ელისაშვილის წინააღმდეგ მოსამართლეს ჩვენება მისცა, მხილებულია ძალადობაში. ის დატყვევებულმა პოლიტიკოსმა რამდენჯერმე ამხილა ჯგუფურ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში, როგორც პირველებს გვაქვს ინფორმაცია, არ დაინტერესებულა ბრალდების მხარე ამ პოლიციელის საქმიანობით და ის ამ პერიოდის განმავლობაში კვლავ სამართალდამცველ უწყებებში ირიცხება. დღეს ჩვენ ბუნებრივია გქონდა ბევრი კითხვა გამომძიებლებთან, რომელმაც ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს, თუმცა მათ ჩვენს არც ერთ კითხვას პასუხი არ გასცეს. ვინ არის პირი, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ბრალდებამ გამოძიება დაიწყო ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ? ვინ მიმართა მოსამართლემ, თანაშემწემ თუ პოლიციელმა, რომელსაც ადანაშაულებს ალეკო ელისაშვილი ძალადობაში? არ გვეტყვით არა? კომენტარის გარეშე. ეს პოლიციელი გამოკითხეთ, რომელსაც ალეკო ელისაშვილი უმძიმეს ბრალდებებს უყენებს. ელისაშვილი ამბობს, რომ იძალადა ამ ადამიანმა მასზე და ამ პოლიცielis ჩვენების საფუძველზე არის ახალი სისხლის სამართლის საქმე დაწყებული. თქვენ მაინც გითხარით, ვინ არის პირი, ვინ არის, ვის საფუძველზე სახელმწიფო ბრალდებამ გამოძიება დაიწყო მეოთხე სისხლის სამართლის საქმე ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ და ვერ გვეტყვით, ვინ მოგმართათ, რომ გამოძიება დაგეცეთ? თქვენ ვერ გვეტყვით, ვინ არის პირი? პოლიციელი გამოკითხეთ, ვისაც ძალადობაში ადანაშაულებენ? ალეკო ელისაშვილს უკვე წარუდგინეს ბრალი, მეოთხე ბრალი ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ახლა მას ეღიმება ამ საქმესთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ერთადერთი ბრალდებული უნდა ყოფილიყო შოთა ჭიპაშვილი, რომელმაც ჩაიდინა არაადამიანური მოპყრობა, წამება რეალურად ადამიანის ალეკო ელისაშვილის მიმართ და საქმე გვაქვს რა, ანუ წამებელ ადამიანს ალეკო ელისაშვილმა უწოდა არაკაცი და კონსტატ არაკაცი არის სიტყვა, რის გამოც დღეს უკვე ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს. ვისი მიმართვის საფუძველზეა ეს გამოძიება დაწყებული? მოსამართლის თანაშემწის თუ რომელიმე დამსწრებელის? საქმოსწავლები ახლა გავდომამიცა დეტალებზე ვერ მოგაწვდით ინფორმაციას, თუმცა რა ინფორმაციაც მაქვს არის, რომ თვითონ პროკურორმა მიმართა შესაბამისი განცხადებით და დაიწყო გამოძიება, ანუ საქმის გამხილველ პროკურორზეა საუბარი. ალეკო ელისაშვილის თანაგუნდელები პირდაპირ ამბობენ, რომ პოლიტიკოსის წინააღმდეგ დაწყებული კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმეზე დევნა მეტყველებს იმაზე, რომ ქართული ოცნება ვერ პატიობს ალეკო ელისაშვილს. რამდენიმე წლის წინ მომხდარ ინციდენტს, როდესაც ფიზიკურად გაუსწორდა ალეკო ელისაშვილი მამუკა მდინარაძეს. ლევოს წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, რომ ეს არის შურისძიება ალეკო ელისაშვილზე მამუკა მდინარაძის მხრიდან. ეს είναι პოლიტიკური დევნის გაგრძელება, რასაც ოპოზიციის მიმართ ახორციელებს ქართული ოცნება. მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ ალეკო ელისაშვილის მიმართ განხორციელდა წამება და არაადამიანური მოპყრობა, როდესაც ის აქციების მიმდინარეობის დროს დააკავეს, თუ ამას დაკავება ჰქვია და მასზე მოხდა ენით აღუწერელი ძალადობა. დღემდე ის ადამიანები, ვინც ალეკოზე იძალა, არ არიან გამოვლენილები და არ არიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულები. ამიტომ რა თქმა უნდა, აქ ვერ გვექნება რაიმე მართლსაჯულებაზე საუბარი, ეს არის სრულად პოლიტიკური პროცესი. კიდევ ერთი სამარცხვინო საქმე ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ, კიდევ ერთი გაშიშვლება ამ რეჟიმის, კიდევ ერთი ბოღმის მთხევა. ჩვენ კარგად დავინახეთ ფილმა საზოგადოებამ, თუ როგორ არ შეუძლიათ პატარა ადამიანებს, რომლებსაც არც ვაჟკაცობა ყოფნით, რომლებსაც არ ყოფნით არც სახელმწიფოებრივი აზროვნება, რომ თავის პირად ბოღმებზე მაღლა დადგნენ, ბოსტნად გადააქციეს სასამართლო სისტემა და უსიტყვოდ აღასრულებენ ყველა იმ დავალებას, რომელიც მოდის ქართული ოცნებიდან.
იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს უკვე აქვს ჯარდებული სტატუსი და ის უკვე იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში, კანონმდებლობა პრინციპში არ ზღუდავს საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, რომ რაიმე კონკრეტულ ვადაში უნდა განიხილოს ახალი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც პოლიტიკოსის წინააღმდეგ არის დაწყებული, შესაბამისად უცნობია თუ როდის ჩამოიღებენ ამ კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც პოლიტიკოსს ედავება მოსამართლის შეურაცხყოფას.